საქართველოს ბიზნეს ასოციაცია BIG ინდექსის 2022 წლის პირველი კვარტალის შედეგებს აახლებს, რომლის მიხედვითაც წინა კვარტალებში არსებული პოზიტიური დინამიკა და განწყობა 2022 წლის პირველ კვარტალში ჩანარჩუნებულია. გამოკითხულმა კომპანიებმა თავიანთი მიმდინარე მდგომარეობა და მომდევნო 6 თვის მოლოდინი დადებითად შეაფასეს. რამდენად სრულად ასახავს ეს დღევანდელი გამოკითხვა რუსეთ-უკრაინის ომის პერიოდს, რთული სათქმელია, მნიშვნელოვნად ცვლადი არის გავლენა და თავისთავად განწყობებიც საქართველოს ეკონომიკაზე. მისი გავლენა აისახება კერძო სექტორზეც. ამ თემაზე ვისაუბრებთ ჩვენ სტუმრებთან. ლევან მეფხვაძე, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორია საქმე ენდილა სტუდიაში და შემოგვერდება გიორგი ხიშტოვანი, BMC კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი. ლევან, თქვენთან დავიწყებთ საუბარს, მოგესალმებით, მადლობა პარტიიდან ჩვენთან ერთად. ჩვენ დავაანონსეთ კიდეც წინა ეთერში, რომ მიუხედავად იმისა, რომ BIG ინდექსის განწყობები პოზიტივს აჩვენებს და ეს დაემთხვა პერიოდს, როცა შერეულია მდგომარეობა, როცა ომი დაიწყო და რამდენიმე დღიანი კვეთა ჰქონდა მხოლოდ ამ ყველაფერთან. მოდი ჯერ ეს ავხსნათ, როცა ვამბობთ, რომ განწყობა გაუმჯობესებულია, რის საფუძველზე ვამბობთ ამას. დილამშვიდობის, მშვიდობიან დილას უსურვებ თქვენს ტელეაუდიტორიას. წინაზეც როცა ვისაუბრეთ, წინა ხუთშაბათს სწორედ ეს ამას გავუსვიმე ხაზი, როცა იყო კითხვა ბიზნესის განწყობებზე, რომ ჩვენ კვარტალურად ვატარებთ კითხვას და მეთოდოლოგია ამ კითხვარის მდგომარეობს რაში. ჩვენ პირობითად 3 თვე ხომ არის კვარტალში. შუა თვეს, მაგალითად, თუ არის იანვარი, თებერვალი, მარტი, თებერვალში ვაფასებთ წინა კვარტალსაც, მომდევნო კვარტალსაც და იმ კვარტალში არსებულ მდგომარეობასაც. ანუ მოლოდინები, წარსული შეფასება და არსებული მდგომარეობა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ეს გამოკითხვა დავიწყეთ 14 თებერვალს, ზუსტად თებერვლის შუა რიცხვებში და გაგრძელდა გამოკითხვა, თუ არ ვცდები, 26 თუ 28 თებერვალამდე. მართალია, ომი დაიწყო 24 თებერვალს, მაგრამ 28 თებერვალამდე ჯერჯერობით ეკონომიკური ეფექტები არ იყო საგრძნობი, იმიტომ რომ რაღაც 27-28-ში დაიწყო სანქციების ამოქმედება. დილამშვიდობის გიორგი. და 27-28-ში დაიწყო უკვე გამოცხადება სანქციების, ამიტომ მოდი ვთქვათ, რომ ეს გამოკითხვა მართალია ომის პერიოდში კომპანიების მცირე ნაწილმა შეავსოთ ომის დაწყების 60 დღეში, მაგრამ ეკონომიკური ეფექტი სანქციები ჯერ არ იყო მოქმედებაში და მოდი ვთქვათ, რომ ეს ვერ ასახავს იმ ნეგატიურ სიტუაციას და ეფექტებს, რომელიც უკვე ომის მერე და სანქციებს განსაკუთრებით მოყვა. უბრალოდ ეს არის ის შუალედური ეგრეთ შუალედურიც არის, მოდი ვთქვათ, რა კარგად მივდიოდით, რო არა ეს ერთი ახირებული ადამიანის ახირებული რაღაცა იდეები, ავადმყოფური იდეები და ამ შემდეგ. ხო, ანუ ეს არის დაახლოებით ეს პერიოდი. მოდი ვთქვათ, რომ იანვარი და თებერვლის პირველი ნახევარი არ მარტო ჩვენს მაჩვენებლებში, არამედ სტატისტიკის სამმართველოს სააგენტოს მაჩვენებლებშიც, სამსახურის მაჩვენებლებში მოდიში პოზიტიურად ხასიათდება, მათ შორის ეკონომიკური მაღალი ზრდით და ამ შემდეგ. ამიტომ აბსოლუტურად ახსნადია ის მდგომარეობა, რაც ბიზნესში არის, იმიტომ რომ თუ ბიზნესი პოზიტიური განწყობებია,
ეს ნიშნავს იმას, რომ პოზიტიური განწყობები რაც ჩანს, რომ ბიზნესი იწყებს საინვესტიციო აქტივობას, ნიშნავს იმას, რომ ეკონომიკური ეფექტი ამას თავისი აქვს, ზრდა ეკონომიკური მნიშვნელოვანია და ასე შემდეგ. ანუ ეს მაჩვენებლები ერთმანეთში გადადის ცხადია და ამის ყველაფრის მოწმენი ვიყავით ომამდე. ომის დასწრებით, მოდი ასე ვთქვათ, რომ ომის მერე ალბათ ის სიტუაცია ალბათ სანატრელი იქნება გამომდინარე იქიდან, რომ შეზღუდვები ეკონომიკური კავშირები, ვაჭრობები და ამ შემდეგ, რომელიც მანამდე არსებობდა რეგიონში იმ რეჟიმს, მე ვფიქრობ, რომ რამოდენიმე წელი ალბათ მათ შორის თუ პანდემიაში ვიცოდეთ შეზღუდვები დაახლოებით რა შეეხება და ეხლა რა ეფექტი ექნება ამ ყველაფერს უფრო რთული სათქმელი არის. მაშინ გამოვიყენოთ ეს მონაცემები, რაც ინდექსისთვის დავამუშავეთ, იმ სტატუსის შესაფასებლად, როგორ დავხვდით ამ კონფლიქტს და როგორი არის ბიზნესის აღქმა იმ ვითარებისა, რაშიც ისინი შეხვდნენ მდგომარეობას რუსეთ-უკრაინის ომიდან გამომდინარე და თქვათ მე უფრო მარტივი იქნება ალბათ ჩვენი მაყურებლისთვის იმის გაანალიზება, რომ აი ამ მოცემულობაში სად რა პრობლემები შეიძლებოდა უფრო რთულად გადასატანი ყოფილიყო, ან უფრო მარტივად. მოგესალმებით. ჩემი დაკვირვებით შედეგების გაანალიზების მხრივ ფაქტიურად შეგვეძლო გვეთქვა, რომ პანდემიის კრიზისი თითქმის დასრულდა, როცა ვსაუბრობთ ქვეყანაში ბიზნეს კლიმატზე. მონაცემებით ძალიან ბევრი სხვადასხვა ცვლადი გვაქვს ჩვენ ინდექსში. ფაქტიურად შეიძლება ითქვას, რომ დაუბრუნდით პრეპანდემიურ მდგომარეობას, ეს არის 2019 წლის მეოთხე კვარტალი და მაშინაც ბიზნეს კლიმატი ფასდებოდა როგორც კარგი. სექტორალურადაც რომ შევხედოთ, განსაკუთრებით აი ის სექტორები, რომლებიც ყველა მოწყვლადი იყო, მაგრამ განსაკუთრებით ვაჭრობა, მომსახურების სექტორები განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ კარგი შეფასებებით ბიზნეს კლიმატის 22 წლის დასაწყისში და ეს გამოიხატებოდა როგორც მდგომარეობის შეფასებით, ასევე აი იმ პროგნოზებით, რომლებსაც აკეთებდნენ შემდეგ კვარტლებზე, ხო? მაგალითად ვაჭრობის სექტორი 75%-ზე მეტი ვარაუდობდა, რომ გაიზრდებოდა გაყიდვები, დაახლოებით 30%-ზე მეტი გამოკითხულების ყველა სექტორში ვარაუდობდა, რომ გაზრდიდა დასაქმებულების რაოდენობას და ასევე ფასებს, რაც თავისუფლად ეფექტების მატარებელიც არის, იმიტომ რომ მოსალოდნელი იყო ინფლაციის მაჩვენებლის მაღალ დონეზე შენარჩუნება, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ესეთი სწრაფი ეკონომიკური ზრდის პირობებში ინფლაცია არის ერთ-ერთი გამოწვევა და ეს საკითხიც აშკარად ჩვენი გამოკითხვის შედეგების მიხედვით დღის წესრიგში იდგა. პოზიტიურად შევაფასებდი წლის დასაწყისს იმ კუთხითაც, რომ ჩვენ შემთხვევაში ჩვენ ვეკითხებით ასოციაციის წევრებს, მოლოდინებს 6 თვეშთან დაკავშირებით ვალუტის კურსის დინამიკასთან მიმართებაში და პირველად მივიღეთ შედეგი, როცა მხოლოდ 42% გამოკითხულების ვარაუდობდა კურსის გაუფასურებას ამერიკულ დოლართან მიმართებაში და უმრავლესობა თვლიდა, რომ ეროვნული ვალუტის კურსი შენარჩუნდება. ამ ნაწილში ომამდე ნამდვილად შესაშვირი მდგომარეობა იყო ბოლო წლებში თუ გადავხედეთ. ესეც არის იანვრის მეორე ნახევრიდან. უბრალოდ ესეც არის ჩვენთვის ინდიკატორი იმის, თუ რა მდგომარეობა, რა განწყობები იყო ბიზნესში და ერთ-ერთი უდიდესი რისკ ფაქტორი ეს დასტურდება ჩვენ ვეკითხებით ასოციაციის წევრებს აი ძირითად გამოწვევებზე, რაც ხელს უშლის ბიზნესის კეთებაში და აქ ბოლო 4 კვარტალია და სავარაუდოდ მანამდეც იყო ვალუტის კურსის არასტაბილურობა და ის რომ დინამიკა იყო კლებადი და კურს უფრო მეტი განწყობა იყო მეტი გამოკითხulis რომ ვალუტის კურსის შენარჩუნდება და არა გაუფასურდება. ესეც იყო ძალიან მნიშვნელოვანი ინდიკატორი იმის, რომ აი შევდიოდით რაღაცა ზრდის ფაზაში, რომელიც არის შედარებით სტაბილური. დავეთანხმები ლევანს, რომ მიუხედავად იმისა, რომ დაახლოებით 1/4-დმა ჩვენი წევრების, რომელსაც მიიღო გამოკითხვაში მონაწილეობა, შეავსო 24 თებერვლის შემდეგ, ანუ ომის დაწყების შემდეგ, მაინც იმ მომენტში მე ვთვლი, რომ ის მასშტაბი კრიზისის, რაც დაგვიდგა ყველას, პირველ ყოვლისა უკრაინას და მის მოსახლეობას, არ იყო კარგად აღქმული, იმიტომ რომ ჩვენ შევადარეთ შეფასებები 24-ის შემდეგაც და დიდად ბევრად უარყოფითი არ იყო. იმის მეგონი ყველაზე გაგუჭირდა, რომ ასეთი რა მოხდებოდა არ იყო. რა თქმა უნდა, ფიქრობთ და უშვებთ, რომ ახლანდელი შეფასება იქნება ბევრად უფრო
ნეგატიური, უბრალოდ ეს არის აი იმ მომენტისთვის კარგი სურათი თუ რა ბიზნეს კლიმატი, განწყობები დასაქმებასთან კუთხით, ინვესტიციებთან კუთხით ქონდა საქართველოში, ანუ როგორ ხვდებოდით 22 წელს და აშკარაა რომ ეს სურათი დღეის მდგომარეობით, პირობითად 15 მარტის მდგომარეობით არის შეცვლილი და აქაც ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ აი ეს პოზიტივი, რითაც წლის დასაწყისში ბიზნესი შეხვდა 22 წელს, ამ კრიზისმა მთლიანად არ გააქროს და რაღაცა ღონისძიებები. ეს ინდექსი მათ შორის აჩვენებს იმ პუნქტებს, რომელიც აი ამ ომიდან გამომდინარე საქართველოს შეეხება, რაც იქნება უფრო სენსიტიური ბიზნესისთვის და რასთან დაკავშირებითაც, თქვათ, გამკლავებას მოახერხებენ. რა არის ის მთავარი კურსი? აღენიშნა კიდეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რაც ბიზნესისთვის. ეთანხმებით, რომ ბიზნესისთვის ჩვენ გიორგიმ თქვა, რომ ბოლო რამოდენიმე კვლევა, 7-8 კვლევა, გაცვლითი კურსი ეს იყო რომელი პირველი პრობლემა, თუმცა ამ კვლევაში პრობლემად რჩება, მაგრამ არა იმდენი, რამდენი წინა კვლევებში ჩანდა. იმიტომ რომ გასაგებია, როდესაც დაღმავალი კურსია, როცა გამყარება მიდის, სხვანაირი განწყობებია, იცვლება განწყობები და ამ შემდეგ და მოლოდინიც ოპტიმისტურია. მაგრამ მერე უკვე რაც მოხდა, ხო, ომის მერე უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს ისევ დაბრუნდება, ასე ვთქვათ, ნომერი პირველი გამოწვევად, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში დავყოთ იმპორტიორები და ექსპორტიორები არ იქნება სწორი, იმიტომ რომ იმპორტიორები გასაგებია, რომ არიან პრობლემის ქვეშ და დიდი წნეხის ქვეშ, იმიტომ რომ მას ყისერად ვერ ახდენენ ისინი ფასებში ასახვას და საბოლოო ჯამში ამას დრო ჭირდება და ის პერიოდი სანამ ეს აისახება სრულად მათი ზარალია, ასე ვთქვათ. და რაც შეეხება იმპორტიორებს, ექსპორტიორებს, ექსპორტიორებისთვის მოდი ვთქვათ, რომ ჩვენ ჩაკეტილი წარმოებები არ აქვს. ანუ მოწოდების ჯაჭვები მაინც იმპორტზეა დამოკიდებული, შესაბამისად ის საექსპორტო პროდუქციის გარკვეული მნიშვნელოვანი ნაწილი იმპორტირებული მასალით ხდება და მათზეც ნეგატიურად ბუნებრივია აისახება ეს ყველაფერი. ამიტომ ვარაუდობთ, რომ აუცილებლად იქნება ეს ნომერი პირველი პრობლემა. მაგრამ გუშინ ჩვენ ქონდა სათათბირო საბჭოს ხდომა, ვისაუბრეთ ამ თემაზე, არის თუ არა რელევანტური ეს კვლევა ახალი გამოწვევის პირობებში და ბოლოს შევთანხმდით, რომ იმის გამო, რომ ჯერჯერობით მაღალი გაურკვევლობა, ჩვენ დაახლოებით 1 კვირა 10 დღე ალბათ შევხედავთ დინამიკას და ასე ვარაუდობთ, რომ თუ საჭიროება იქნება რაღაც 2 კვირაში ცალკე უკვე ომის გავლენაზე, მათ საქმიანობაზე, მათ ბიზნესებზე ძალიან პატარა კითხვას დავაგზავნით და გვექნება სურვილი, რომ კომპანიებმა ძალიან აქტიურად შეავსოთ, რომ ჩვენ ეს გამოცდილება ქონა კოვიდზე, ჩვენ ორჯერ გავაკეთეთ კოვიდთან დაკავშირებით მსგავსი ტიპის კვლევა 2020-ში და 2021-ში. ძალიან საინტერესო შედეგები იყო, რომელიც მე ჩვენ გაუზიარეთ პოლიტიკის დამგეგმავების მათ შორის მთავრობას, საქართველოს მთავრობას და მე ვფიქრობ, იყო ძალიან სასარგებლო ყველასთვის. შევხედოთ ეხლა სიტუაცია როგორი იქნება და იმის დამიხებით წავიდეთ. ერთ რამეს დავამატებ, გიორგი ბოდიში და გიორგი მერე დაამატებს, გამოყოფთი ამ კვლევაში მიუხედავად იმისა, რომ ეს საერთო პოზიტიური დინამიკა, სად გაჩვენა ვთქვათ, სისუსტები ჩვენმა ინდექსმა. ჩვენ ინდექსს სად უჭირს, რომელ სექტორში? ჩვენ ხო ამას 4 სექტორად ყოფთ და ნახეთ, რომ იდეაში 3 სექტორში არის შედარებით ნორმალური სიტუაცია, სტაბილური და კარგი სიტუაცია იყო ომამდე, რაც შეეხება სამშენებლო სექტორს. სამშენებლო სექტორში გვაქვს ცალსახა არსებულ სიტუაციაზე ვლაპარაკობთ, ცალსახა ვარდნა და მოდი ავხსნათ რა ხდება, იმიტომ რომ ჩვენ სამშენებლო სექტორში ყავს ორი ჯგუფის კომპანიები. ერთი არის დეველოპერები, რომლებიც საოფისე და თქვა ბინებს აშენებენ და ყიდიან. მეორე ნაწილი არის ინფრასტრუქტურული კომპანიები, რომლებიც არიან ინფრასტრუქტურულ პროექტებში ჩართული. პირველის ნაწეხა ორივეს უჭირს ცხადია, იმიტომ რომ ინფლაცია სამშენებლო მასალებზე არის ძალიან თქვა მძიმე კოვიდიდან გამომდინარე, მაგრამ პირველში მეტი ოპტიმიზმია. რატო? იმიტომ რომ გაყიდვები 2021 წელს ამ კომპანიების იმისგან რაც მოლოდინი ქონდათ, იმიტომ რომ ჩვენ წლის დასაწყისში რაღაც აპოკალიფსურ სურათებს ვხატავდით უძრავი ქონების ბაზარზე, ხო? იმისთან შედარებით იყო, მე ვიტყოდი, საუკეთესო. რაც შეიძლება ყოფილიყო. ამიტომ ამ ხრივ და მოლოდინების ხრივ ძალიან კარგი პოზიციებია დეველოპერების მხარეს. რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ კომპანიებს, იქ არის უმძიმესი სიტუაცია, ჩვენ წინა კვირასაც ვისაუბრეთ, დღესაც ვსაუბრობთ, უმძიმესი იმდენად, რამდენადაც ფიქსირებული კონტრაქტუალური ურთიერთობები აქვს, ჩაკეტილები არიან ღირებულებებში
ვერაფერს ვერ აკეთებენ. პროექტები არათუ ვერ გაკეთდება, არამედ მივიღებთ გაკუთრებულ კომპანიებს და არა მარტო უბრალოდ გაკუთრებულს, არამედ კომპანიებს, რომლებსაც საბანკო გარანტიები და შესაბამისი გარანტიები აქვს წარდგენილი ამ პროექტების შესრულებას და ეს კომპანიები ამ გარანტიებს იძულებული იქნებიან სახელმწიფოს გადასცენ. ანუ მივიღეთ პრაქტიკულად ათასობით უმუშევარ ადამიანს საბოლოო ჯამში დაუსრულებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებს და მნიშვნელოვან ზიანს საქართველოს ეკონომიკისთვის, იმიტომ რომ თავის მხრივ ეს ინფრასტრუქტურული პროექტები არის სხვა ინდუსტრიებისთვისაც დრაივერები და იქ აუცილებლად ნეგატიური ეფექტი ექნება ამას და ამაზე ალბათ მთავრობასთან უნდა ადეკვატური გადაწყვეტილება მივიღოთ იმისათვის რომ ეს ჩიხი, მოდეს ვთქვათ, პირდაპირ ვთქვათ, რომ ეხლა გვაქვს ვართ ჩიხში, ჩიხიდან გამოვიდეთ. იმიტომ რომ თუ კოვიდის პირობებში კიდე იმიტომ რომ კოვიდის ეფექტი იყო დაახლოებით 20-30% სამშენებლო მასალების ზრდა. ეხლა ომის ეფექტი არის კიდე ამდენი. ამიტომ უმძიმეს სიტუაციაში აღმოჩნდა და გავითვალისწინოთ რომ იმ კვლევაში ეს მეორე ეფექტი ჯერ არ არის მოხვედრილი. კი, და მათ შორის არის სავალუტო პროგრამა. კი, ეს ყველაფერი მე ფასებში აისახება ჯამურად და ეს ეფექტი ჯერ არ გვაქვს, აქ მეორე ეფექტი, ამიტომ მეორე ეფექტის ასახვა, რომ მე ყოველდღიურ რეჟიმში ზარებს ვიღებ ჩვენ წევრი კომპანიებისგან არის მართლა დრამატული და მართლა ძალიან მძიმე. კი, აი გიორგი, ამ ნაწილზე მეთქვა ის მხოლოდ 40%, რომელიც ვახსენეთ ამ სექტორისათვის რამდენად გადამწყვეტი არის და რა წილი აქვს მათ შორის ამ 40%-ში სამშენებლო სექტორს. აი ზუსტად ეს მინდოდა მეთქვანა, რომ ჩვენ სიახლე გქონდა ამ კვარტლის ინდექსში, სადაც სექტორალურად ჩავშალეთ გამოწვევები, რომელიც აქვს სხვადასხვა სექტორს მთლიანად ასოციაციის წევრებს შორის და აშკარაა რომ მაგალითად იგივე ვალუტის კურსი ყველაზე დიდი გამოწვევა არის მშენებლობის სექტორისთვის, როცა ის საშუალოზე ბევრად მაღალი მაჩვენებელი აქვს ამ სექტორს. იგივე მაგალითად რო ავიღოთ საკითხი, რომელიც ეხება და ეს იყო ჩემი ძალიან საინტერესო დაკვირვება, მაგალითად მარეგულირებელ გარემოზე, როდესაც ვეკითხებით, რომელიც არის გამოწვევა, რამდენად არის და არის გამოწვევა. მაგალითად სამშენებლო სექტორისთვის და მომსახურების სექტორისთვის 80% გამოკითხულების აცხადებს, რომ მარეგულირებული მათთვისაც პრობლემა აქვს და ბარიერებს ხედავს ადმინისტრაციულს. მარეგულირებელი გარემო არის 80%-ისთვის სერიოზული გამოწვევა, რაც ნიშნავს იმას, რომ იმ ასე ვთქვათ, საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილ სექტორს დამატებით მარეგულირებელი გარემო უშლის ხელს ბიზნესის კეთებას. საინტერესო იყო მაგალითად სპეციალისტების საკითხი, ერთ-ერთი მთავარ პრობლემად სახელდება სპეციალისტების ნაკლებობა. აქ გვაქვს თანაბარი სურათი. ყველა სექტორში ეს პრობლემა და განსხვავებები არის 1-2% სექტორებს შორის ვინ ასახელებს მაგალითად სპეციალისტების ნაკლებობას როგორც გამოწვევას, მაგრამ განსხვავებული სურათი იყო სამუშაო ძალაში, სადაც საინტერესო დაკვირვება ვქონდა, იმიტომ რომ ჩვენ ცალკე ასახელებენ კომპანიები სამუშაო ძალის ნაკლებობას როგორც გამოწვევას. და აქ აშკარა იყო, რომ მაგალითად სამშენებლო სექტორში ეს არის დასახელდა როგორც პრობლემა, ანუ ადვილი არ არის პრობლემა დასაქმებულების მიზება, მაგრამ პრობლემა დასახელდა, ცოტა უცნაური იყო, მაგრამ ვაჭრობის სექტორში, რომელიც ასევე არის პოსტპანდემიური ფენომენი, როდესაც ვაჭრობის სექტორს უჭირს სამუშაო ძალის მოძიება, რაც თავისთავად უქმნის პრობლემას მას და უმუშევრობას. ანუ გვაქვს აშკარად რაღაცა გამოწვევებთან ადგილი, რომელიც უბრალოდ ურთულებს კონკრეტულ სექტორს დასაქმებულების მოძიება. ალბათ უნდა ვივარაუდოთ, გიორგი, რომ ვაჭრობის სექტორში, როცა ეკონომიკა იზრდება, მოთხოვნა გაფართოებაზე დიდია, თქვენ ატყობთ, რომ მაღაზიები იხსნება, ქსელურ მაღაზიებს გულისხმობთ, ბევრი და აი ეგ უჭირთ ახალი თანხმობა. და ხო, აი ეს არის პრობლემა. უნდა რომ კარგი ინდიკაციები არის ჩვენ მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ზოგადი შეფასება ომის შემდეგ სურათის შეცვლილობიდან გამომდინარე, მაინც არის უბრალოდ ინდიკაცია თუ როგორ დახვდა ბიზნესი 22 წელს, მაგრამ ის გამოწვევები, რომელიც 22 წლის დასაწყისში მიუხედავად პოზიტიური მოლოდინებისა და პოზიტიური ბიზნეს გაწყობის არსებობდა, ის ლევონმა კარგად აღნიშნა, არის გაორმაგებული, ან არ ვიცი, ბევრად გაზრდილი და შესაბამისად აი ამ მდგომარეობაში იქ სადაც ისედაც პირობითად სამშენებლო სექტორი არ არის კმაყოფილი მარეგულირებელი გარემოთი და ძალიან მოწყვლადი არის კურსის ცვალებადობით, ეს მას კიდევ უფრო მაღალი რისკის კატეგორიაში აღწევს. ძალიან საინტერესო იქნება მათ შორის განახლება, დაზუსტება ბიზნესების მხრიდან და დიდი სიამოვნებით ამ თემასაც განვიხილავთ. მადლობა იმისთვის, რომ იყავით ჩვენთან ერთად. საქმიანობის ეთერში ლევან მებხოძე, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორს და გიორგი ხეშტოვანს, PMC კვლევითი ცენტრის დირექტორს მასპინძლობდით. რამდენიმე წუთში უკვე რეკლამის შემდეგ თათია ჩატკიჩაძე და მისი სტუმრები უნდა შემოგვიერთდნენ. დაგველოდეთ.